გასაგებია თქვენი კითხვის არსი. ეს ინფორმაცია ჩემთვის ეხლა გახდა ცნობილი პროკურატურის განცხადება. მოკლედ რომ თქვათ, მე ამასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგებია, თუმცა რა თქმა უნდა, მე რომ ეს განცხადების, ასე ვთქვათ, პასუხი გავსცე, უკვე იქნება გარკვეული შეფერილობა, შესაძლოა გარკვეული სახის პაექრობასაც დაემსგავსოს, ან რაღაცა საწინააღმდეგო პოზიციების, ასე ვთქვათ, წარმოდგენას და ამიტომ მე ჩემი სამოსამართლეო ეთიკა არ მაძლევს ამის საშუალებას და მე თვითონ არ მსურს და არ ვაკადრებ არც ჩემს და არც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ასევე ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომ ეხლა მე როგორც მოქმედა მოსამართლემ შევაფასო საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემთვის გასაგები ხდება ჩემი განცხადების, თქვათ, შესწავლის შედეგები. როგორ მოხდა ეს შესწავლა, თქვათ, სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა, რატომ იყო ეს განცხადება და ეს პასუხი დღეს და რატომ არა, თქვათ. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას თქვენი განცხადების პასუხად, როგორც ხვდები, ახალი ამბების რედაქცია ავრცელებს ამ განცხადებას. შეგიძლიათ მიგვანიშნოთ, რა ტიპის დარღვევებზე საუბრობთ, რა პროცესში, თქვენთან დამოკიდებულებაში თუ უშუალოდ აი ამ თქვენს მიერ განხილული საქმის შინაარსს ეხება? დიახ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მიღებულ ჩემს გადაწყვეტილებას. ამის შემდგომ, ესე იგი, რამოდენიმე ხნის შემდგომ, რასაც მე ჩემი, ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმი მაძლევდა საშუალებას, ყოველთვის მაფიქრებდა ერთი რამ, რომ როგორ შეიძლება, რომ ის რაც მე ვნახე ჩემი თვალით და ის რაც მეც დავადგინე სასამართლო გადაწყვეტილების, ის მიიჩქმალოს, გადაიფაროს და ქართულ ხალხს ამაზე არ კონდეს სიმართლის გაგების საშუალება და თანდათან მე აღმოვაჩინე გარკვეული გარემოებები. მე მოგეხსენებათ, მოქმედებ მარტო, მე მყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერები, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ჩემი თანამოაზრეთად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მე არ მიცემ საშუალებას, არც ჩემს თავს და არც მათ ღირსებას ამას არ ვაკადრებ, რომ რომელიმე, ვთქვათ, სამსახური შევთავაზო ან დახმარებას ვთხოვო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაწყვიტოს მართლმსაჯულებამ და სამართალმა და სწორედ ამან წაიღო ეს დრო, რომ რამოდენიმე თვის უკან მე როცა მოვაგროვე ეს ფაქტები, როცა მოვაგროვე ეს წყაროები, როცა უკვე ჩემი ანალიზით და ჩემი ხედვით უკვე მე დავწმუნდი, რომ აქ ნამდვილად აქვს ამდვილად არსებობს ნიშნები, რომ ჩადენილია ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე დანაშაულებიც კი, მე უშუალოდ მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურორს დადგენილი წესით და ვთხოვე, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ერთ ჩაკითხვა დასაზუსტებლად, თქვენ რაც დაინახეთ, ის სხვამ რატომ ვერ დაინახაო, ანუ აქ იგულისხმება თუ არა, სხვა სასამართლოებმა რატომ არ, სხვა მოსამართლეებმა რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაღაც ტიპის თქვენ კოლეგებს არ ეხება ეს? საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას ეხება? აი ეს მე რასაც მივმართე პროკურატურას, მე ხა ძალიან კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ეს ეხება საკითხს, რომელიც შეეხება საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესს და აქ გამოკვეთილია დანაშაულები და ეს დანაშაულების, ასე ვთქვათ, პირველ წყარო არ მიუთითებს, ვთქვათ, კონკრეტულ სამართალ წარმოებებზე, რომლებიც იყო. არ არის გამორიცხული, თქვა, ამის კარგად გამოკვლევის შემდგომ გამოძიება სხვა რამე დაედგინა, მაგრამ ეს განცხადება შეეხებოდა იმას, რაც შეეძლო ნებისმიერ პროფესიონალს, ნებისმიერ დაინტერესებულ იურისტს, ვინც ამ საარჩევნო საქმეებში და დავებში გამოცდილია, მასაც რო ჩაეტარებინა ის სამუშაო, რაც მე ჩავატარე, ის ამას აუცილებლად ნახავდა და აი ესაა ჩემთვის კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხარო, რომ ამ განცხადების ადრესატი მე არ უნდა ყოფილიყავი. ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ქართული ხალხის წინაშე არიან ვალდებულები, რომ ქართულ ხალხს უთხრან სიმართლე, არიან აქტორები, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროცესებში და
ეს არ იყო რთული აღმოსაჩენი, ცოტა გარკვეული ძალისხმევა მართალია ჭირდებოდა, გარკვეული დაკვირვება ჭირდებოდა, გარკვეული ასე ვთქვათ, სამუშაოს გაწევა ჭირდებოდა, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო არჩევნების დამთავრებიდან თუნდაც რამოდენიმე კვირაში ამ მასალის მოძიება. კი ბატონო, პროკურატურის პასუხის შემდეგ რა გაგრძელებას აპირებთ? თუ თემას აი ეხლა სამწუხაროდ მე სამწუხაროდ ბოჭავს ის თანამდებობა, რომელიც მე მიკავია. მე ვარ მოსამართლე, მე ვერ ვიქნები რომელიმე მხარე, ვერც მომხრე, ვერც მოწინააღმდეგე, მე ვერ შევა სამართლებრივ დავაში საქართველოს პროკურატურასთან, ეს არ იქნება მოსამართლის მხრიდან სორისაქციელი. მე ვარ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირი, რომელიც ვალდებულია ემსახუროს მხოლოდ კანონს და სამოსამართლეო ეთიკა მე მბოჭავს, რომ საჯაროდ განვაცხადო ჩემი პოზიციები და მოსაზრებები, რომელიც დააზიანებს მართლმსაჯულების სისტემას და ასევე დააზიანებს სამართალდაცავი სისტემის რეპუტაციას და ასე ვთქვათ მათ სანდოობას. ჩემი ყველა განცხადება, მე რაც არ უნდა გავაკეთო და რაც არ უნდა შეფასება გავაკეთო ახლა ამასთან დაკავშირებით, ის იქნება მიმართული შეიძლება ჩემი აქტივიზმისკენ, მაგრამ ეს აუცილებლად დააზიანებს ანუ აქ ჩერდება ეს თემა საზოგადოებას. ეს თემა აქ ვერ გაჩერდება ვერც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიმართლე და სამართალი არ ჩერდება, ყოველთვის ირკვევა, მაგრამ უახლოეს პერიოდში რაც შეიძლება თქვა ამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოხდეს, მე ველოდები სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში წარდგენილ სარჩელს. სამწუხაროდ ჩემთვის არ არის ეს მასალები საჯარო და ღია. მე მინდოდა რომ ეს ყველაფერი როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ყოფილიყო მარტივად გასაგები, თუ რა დავა მიმდინარეობს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ პრაქტიკულად იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გვაქვს მხოლოდ ასე ვთქვათ იმგვარი ნდობა, რომ თუმცა იქაც არის გარკვეული კითხვები, მაგრამ ისე თუ ასე, ყოველ შემთხვევაში ძირითადი საბუთად ის გადაწყვეტილება ევროსასამართლოს მიმდინებული გადაწყვეტილება მოყავს დაპირისპირებულ მხარეებს არგუმენტად. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული სასამართლო აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებაში აუცილებლად ჩადებს ისეთ მიმართულებებს, ისეთ განმარტებებს, რომლებიც აუცილებელია რომ მოუწევთ დაბრუნება მოკლედ ამ საქმეზე სამართლოს გამჭირვალე და პასუხები გარკვეულად იქნება. დიდი მადლობა ვლადიმერ ხუჭუა, გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ.